I'm a new soul. I came to this strange world hoping I could learn a bit about how to give and take. But since I came here, I felt the joy and the fear, finding myself making every possible mistake. La 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 la. ჩემი ქალაქია და აქ ვცხოვრობ. რუსთავიც ლამაზია და ყველაზე გამორჩეული ქალაქია. გარემო გალამაზებულია შედარებით. კაი ქალაქია და ჩემი აშენებული ქალაქია. ჩემი ქალაქი თბილი და მეგობრულია. ჩემი ქალაქი მშვიდი და ცოტა სევდიანია. ჩემი ქალაქი ფერადი, მხიარული და მზიანია. ჩემი ქალაქი კი ერთ-ერთი უძველესია. რუსთავი თითოეულს მკვეთრისთვის ძვირფასია. ახალგაზრდა, მაგრამ მაინც ძალიან დიდი ისტორიის მქონე ქალაქის ქუჩები დღე ისება ლამაზდება და ბევრმა არც კი იცის, რომ ყოველი ნაბიჯის, შენობის, ქუჩის თუ ადამიანის უკვე უამრავი საინტერესო ამბავი იმყოფება. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქალაქი და გვიამაყება, რომ რუსთაველები ვართ. გვინდა რომ ასევე ყველა რუსთაველს იამაყებოდეს და უყვარდეს ქალაქი. ალბათ არ გსმენიათ იმ ისტორიების შესახებ, რასაც ჩვენ გიამბობთ. ქალაქის დაბადების ამბები და მისი ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო შეგაყვარებთ იმ პატარა ოჯახს, რასაც რუსთავი და რუსთაველობა ქვია. სწორედ ამ მიზნით ხვით ახალგადაცემა სახელად ჩემი ქალაქი. ჩვენ ახალგაზრდა დამწყები ჟურნალისტები ენთუზიაზმით შევდებით პატარა ქალაქის დიდი ამბების მოძიებას და მერწმუნეთ ყოველი გადაცემა თქვენთვის ახალი აღმოჩენა იქნება. და გაგაცნობთ ადამიანებს, რომელსაც ბევრი აქვთ თქვენთვის მოსაყვანო. რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1950 წელს, ცნობილი საზოგადო მოღვაწის გოგი ლომთათიძის თაოსნობით. მუზეუმის ფონდებში თავს იყრის არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალა, ქარხნების, ქალაქის მშენებლობის და კულტურული ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები, ისტორიული კუხეთის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები. ამჟამად მუზეუმში თავმოყრილია 30,000-მდე ექსპონატი. პირველი სკოლა გაიხსნა 1944 წელს. წარმოდგენილი არის პირველი სკოლის შენობა ფოტოზე. პირველი ეკლესია, ეს იყო ხარების ეკლესია, გაიხსნა 1989 წელს. ხოლო შემდგომში გაიხსნა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია 1990 წლის 13 დეკემბერს. ქალაქ რუსთავში პირველი ქართული ფოლადი გამოადნეს 1950 წლის 27 აპრილს. ამ კუთხეში წარმოდგენილი არის ფოტო მასალა პირველი მეფოლადეების და აგრეთვე წარმოდგენილი არის ნიმუში. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 500 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს. პირველი პროდუქცია მილები ქარხანამ 1950 წლის 27 აპრილს გამოუშვა. წარმოების პიკში ქარხანა წელიწადში 500,000 ტონა მილს უშვებდა და საწარმოში 9,000 ადამიანი იყო დასაქმებული. ამჟამად 6 ძირითადი და 15 დამხმარე საამქრო მუშაობს. აინთო ეკრანით და მასზე გამოჩნდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მეფოვადე ამირან ფანცულაია. 1956 წლის საწარმოო გეგმა ჩემო ბრიგადამ 7 დეკემბრისათვის შეასრულა. ამ დღიდან მუშაობს 1957 წლის ანგარიში. წლის ბოლომდე ბრიგადამ სამშობლოს გეგმის გადამატებით მისცა 2800 ტონა ფოლადი. ეს იმის შედეგია, რომ დნობის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენ 8 საათიდან დავიყვანეთ 6 საათამდე და დნობის თითქმის 90% განხორციელების ჩქაროსნული მეთოდით. მაშინ როცა მთელი საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში იყო ჩაბმული, უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით საქართველოში ახალ ქალაქს ეყრებოდა საფუძველი. 1954 წელს მთავარ არხად წოდებულ მიწაზე ბარაკად მონათულ შენობაში პირველი 5-კლასიანი სკოლა გაიხსნა, სადაც ერთად სწავლობდნენ ქართველები და რუსები, სულ 16 მოზარდი. 1958 წელს, ანუ მაშინ როცა რუსთავი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად გამოცხადდა, პირველმა 8 წლიანმა სკოლამაც დაიწყო თავისი არსებობის ათვლა. იმ დროისთვის ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო, რადგან სწავლება მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.
გაივლის კიდევ 10 წელი და მეორე საშუალო სკოლას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭება. მეორე სკოლა 48 წელს გაიხსნა და უკვე შეხედეთ რამდენი წელია, რაც ზრდის არაჩვეულებრივ ბრწყინვალე თაობას და ეს თაობები არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში, არამედ მთლიანად ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყნებში. არასოდეს ამ სკოლის აუქს არავის არ ათქმევინებენ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ 1951 წელს სწორედ ამ შენობაში, სკოლის ამ შენობაში გადმოვიდნენ სასწავლებლად. მანამდის პირველი სკოლა და მეორე სკოლა ერთად მუშაობდა. ეს გახლდათ მთავარი არხის ეხლანდელი ცემენტის ქარხნის ტერიტორია. იქ ბარაკული შენობაში იყო ორივე სკოლა ერთად მოთავსებული. მოგეხსენებათ იმ პერიოდში დიდი სამამულო ომი მიმდინარეობდა და პირველად მეტალურგიული კომბინატის მშენებლობამ განაპირობა, რომ გაიხსნათ სასწავლო დაწესებულება, რადგან კომბინატში მომუშავე პერსონალს შვილებიც ჰყავდათ და ამ შვილებისთვის იყო სწორედ სკოლა საჭირო. 1951 წელს ჩვენი სკოლა მთლიანად აი ამ შენობაში გადმოვიდა. შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა ამ სკოლას 1960 წელს. და გულდასაწყვეტი იყო სწორედ ის, რომ 1960 წელს მინიჭებული პრეზიდიუმის მაშინდელი პრეზიდიუმზე მინიჭებული სახელწოდება სულ რამდენიმე წლის წინათ დაახლოებით 2004-5 წლებში დაკარგა. ჩვენთვის მეორე სკოლა დამთავრებულთათვის, თვითონ აქ მომუშავე მასწავლებლებისთვის და ამჯერად ჩვენი მასწავლებლებისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ მოსწავლეებისთვისაც, კვლავ რუსთაველის სახელს ატარებს ჩვენი სკოლა. ქალაქის საპატიო მოქალაქეობა მე ძალიან ბევრს მავალებს და დღესაც ჩემი ქალაქის სამსახურში ვდგევარ. მან არა მხოლოდ მე, არამედ ათასობით თაობები გამოზარდა, რომელნიც საუკეთესონი არიან და გამორჩეული არიან არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში, არამედ მთლიანად ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც. რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შემდეგ ქალაქი 1948 წელს აღდგა და მის ქუჩებში თაობები იზრდება. ჩვენ გაგაცნობთ იმ ნომერ პირველ რუსთაველს, რომელიც ქალაქის პირველ სამშობიაროში დაიბადა. დღემდე მოღვაწეობს ქალაქში და ეამაყება რუსთაველობა. ბატონი გივი ჭიპაშვილი რუსთავის სასახელო მკვიდრია და დღეს ჩვენ მისი სტუმრები ვართ. ბევრს აქვს პრეტენზია, გამიგეთ? არის მეგობრები, რომელიც დაიბადნენ 47-ში, ჩემი მეგობრები 46-ში, 45-ში, მაგრამ მაშინ რუსთავი ქალაქი არ იყო. თორე 37 წელშიც არია დაბოდებული. ახო ის გადიოდა რკინიგზა და მეფის დროსაც პოსტი იყო. ანუ როგორი იყო მაშინ ქალაქი? ისე ძალიან ისე კი მშენებელთა ქუჩა როა, ბარაკები იყო, ორსართულიანი ხის ბარაკები, ჩემი სამწუხაროდ დაიწვა. ამეთ 20 წლის წინ მგონია და მე ვფიქრე მაშინ უკვე იგრევა ეს ქვეყანა თქო და მართლაც დაიგრა და ახლა ნელ-ნელა აშენდება. აი ეს იყო მარცხენა ნაპირი, ეს გერმანელები ძალიან კარგად მახსოვს, მე დედას რძე არ ქონდა იმით და რუსის ქალი გადასარევი ის იყო კაზაჩკა, რუსები რო კაზაჩკას, ესე იგი ის იყო ჩემი ძიძა რა. იმის ქალიშვილი იყო ჩემზე 7 წლის იყო ის მე მივლიდა, იმიტომ მამა მუშაობდა დედა ჩემი აზერბაიჯანში, რაჭველი ქალი იყო და რაჭველები საერთოდ ჭირდა სამუშაო და ბაბუა განთქმული მზარეული იყო. მიქოიანის დროს, როცა მიქოიანი იყო მინისტრი, იმის ორდენი ჰქონდა მიღებული, შეფ-პოვარი იყო, ასე უშოა რაზრიადა, ასე უმაღლესი ის ქონდა. ანუ დედა იქ იყო მამასთან, მამა მუშაობდა დღე და ღამე მაშინ, ასე იყო, დღე და ღამე ხალხი მუშაობდა. და ქალაქს აშენება უნდა. ახალგაზრდებს რაც შეეხება როგორები იყვნენ მაშინ ეხარა? ნუ ახლა მაშინ ახალგაზრდობა რა იყო ხო გეუბნებით. ნუ მერე უკვე სკოლის პერიოდი ხო, ახალგაზრდობა შრომობდა, სწავლობდა, მამები მუშაობდნენ, შვილები სწავლობდნენ. ახლა რო შევადარო დღევანდელი ეს სადამიწა არის ხო გეუბნებით. ჩემი გაგებით. ახლა ისეთი ინფორმაცია, ინტერნეტია, ხო შეგიძლია ნებისმიერ საკითხზე შეხვიდო და ხალხი თამაშის მეც და ორმე შეიძლება ვიღაცა აკეთებს და უნდა აკეთებდეს, მაგრამ მასაში ეს საშინელებაა. აი რო ავიღოთ. მაშინ სულ სხვანაირად ერთობოდნენ. არა, ნუ ცხადია, ჯერმო გასართობი იმდენი რა იყო, მაგრამ მაინც რომ პიონერთა სახლი იყო, ნებისმიერ იმას შეგეძლო გეოლო, აი მე ხატვაზე დავდიოდი, ხო? იმან განაპირობა ის, რომ მე სამხატვრო აკადემიაში ჩავავარე. ჩემი მეგობრები ზოგი ავიომოდელისტი იყო, ზოგი მორზეზე, მე თუ
წინ წასული იყავი მოსკოვში გაგაგზავნიდი დღეს ეს ყველაფერი ფულზეა ყველაფერი გადაწყვეტილი აი რა შეა სამწუხარო ეგ არის მედი არაფერი ეს ყველაფერი უფასო იყო აი ასეთი ამბებია კიდევ რა გაინტერესა ხო ეს არის ახლა მარცხენა მხარეზე ხო ესე იგი თკვრის მიმართულებით ესე იგი ქალაქი ეს მარჯვენა მხარე საერთოდ არ არსებობდა მე ძალიან კარგად მახსოვს ხო და ნუ მე ნელა წავიდა შენებლობა წავიდა და თვითონაც ეთყობა ქალაქს რომ ცოტა უკანა რეგრესი მიდიოდა თუ ახლა დღევანდელი მოედანი რომ გაარემონტეს და ჩააცის იმპერიული სიძლიერე რაც იყო ახლა ბევრს არ მოწონს მაგრამ ფაქტი სახეზია ხო რო შეადაროთ ახლა ეს შენობები და მე 16 ან მე 20 მიკრორაიონში საშინელებაა როგორც არქიტექტურის მხრიდან ისე ხარისხი და ყველაფრით ხო და პრინციპში ახლა ეს ჩვენი ქალაქ რუსთავი იმ სოციალისტური ქალაქებში დიდ ამ საბჭოთა იმპერიაში კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის არქიტექტურით თავის დაგეგმარებით ხო ხედავ დაგეგმარებულია მარცხენა მხარე ხო მე გადასარევი არქიტექტორები იყვნენ ნეპრინცევი ქაშაკაშვილი ჩემი მასწავლებლები ყველა იყვნენ მაგრამ ლონგინოს სუმბაძე ნათელში იყოს კონსტრუქტორი დავით ქაჯაე რომელმაც გათვალა სპორტის სასახლე რომელმაც გააკეთა ივერია დღევანდელი რედისონი აი თეატრში მაგის გადახურვა სპორტის დარბაზი რო არის ხო მაგის გადახურვა ამიტომ ყველაზე საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორმა მიიღეს იმ ლენინგრადის არქიტექტორებთან რომელსაც ჰქონდათ ასეთი დიდი გამოცდილება ეს მონაწილეობა ამიტომ ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი იყო რომ სადაც ფუნქციონალურად იყო ხალხი შრომობდა ისვენებდა მოძრაობდა და სხვათა შორის მე ესე იგი როდის 10 წლის წინ ხო 1989 წელს ისრაელში გადავედი საცხოვრებლად. ჩემი მეუღლეს ასეთი პროგრამა იყო. წასვლა შეიძლებოდა და გავყევი, იმიტომ იმის ბებია, იმის ბაბუა იყო ებრაელი კაცი და მაგ ეგიდით ესე იგი წავედით. ხო და იქ იმდენი რუსი ხვდებოდა ინჟინრები, რომელიც უფრო რუსთავს იცნობდნენ. ვიდრე თბილისს და წყალტუბოს და იმიტომ რომ საწარმოო ქალაქი იყო, ეს იყო ინჟინრების, შრომელი ხალხის სამჭედლო, გამიგეთ, ამდენი გმირი იყო სოციალისტური შრომის, მშვენიერი ინჟინრები იყვნენ. მე მუშაობდი დავიწყე ასეთი ინსტიტუტი იყო გრუზგიპრომეზე, რომელიც აპროექტებდა მეტალურგიულ ქარხნებს, მაგრამ თქვენ უნდა კარგად იცოდეთ, რომ ეს ინსტიტუტები ყველა მუშაობდა დიდ საბჭოთა კავშირზე, დიდ სივრცეზე, ხო? ახლა ჩვენი ქვეყანა დაიშალა, მაგრამ ევროპა გაერთიანდა, ხო ხედავ, ფაქტურად ჩვენგან აიღეს ეს მოდელი. ხო? საერთო ფულია ევრო, ხო? ასეც ჩვენთანაც იყო საერთო ფული რუსული რუბლი იყო. ნუ ძირითადი რუსეთს ეყავა, დანარჩენი ეს 16 რესპუბლიკა ვიყავით ერთად. ხო და ესე იგი აქ მივლინებები როსტოვიდან, სვერდლოვსკიდან, ჩელაბინსკიდან ყველა გიждდებოდა რანაირი მწვანე და ლამაზი და თბილი და გადასარევი ხალხია ამ ჩვენ. მე მესამე რუსული დავამთავრე. ხო, მან განაპირობა რატომ იცით? ჩემადამ კი დაამთავრა ქართული სკოლა, ჩემზე უფროსია 13. მამა ჩემს აქ ცხონებულს ნათელში იყო ძალიან დიდი არქივი, მაგრამ აი ახლა ვალაგებ და ინტერნეტში უნდა შევიდა რომ მოგაგროვე გაჩვენებ. მე არ ამგონია რუსთავში ვინმე ჰქონდეს ასეთი ძლიერი ინფორმაცია, იმიტომ მან აზოტის ქარხანა ააშენა და მე 10 წელიწადი იყო დირექტორი. აი რაც ააშენა დაწყებული აი ქიმიკოსების სრული სურათები ინფორმაცია არსებობს. ჩვენი შემდეგი შეხვედრის ადგილი ისევ რუსთავი იქნება, საინტერესო ამბები და ახალი პერსონაჟი. I'm a new soul, I came to this strange world hoping I could learn a bit about how to give and take. But since I